ღმერთმა გაგვაღვიძა მანანასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების შესახებ. როგორც პროცესის ნაწილი, რათა დაგვეხმაროს გავიგოთ, ვინ არის ქრისტე. დაახლოებით 2000 წლის წინ ბევრმა ებრაელმა, ფარისეველმა, ჯულის მასწავლებელმა და სხვა ისრაელებმა ჰკითხეს იესოს: ნამდვილად ღმერთი ხარ, რომელიც უნდა მოვიდეს ამ დედამიწაზე? იმ დროს იესომ გააღვიძა ისინი იგავით, რომ ის თავად არის სიცოცხლის მანანა, რომელიც ჩამოვიდა ზედციდან. ისრაელებმა ჰკითხეს იესოს მანანას შესახებ და უთხრეს: ჩვენი წინაპრები ჭამდნენ მანანას უდაბნოში. შეგიძლია გვაჩვენო ისეთი სასწაულებრივი ნიშანი, როგორიცაა ციდან მანანას წვიმა 40 წლის განმავლობაში? იესომ უპასუხა: მე ვარ მანანა, სიცოცხლის პური, რომელიც ჩამოვიდა ზედციდან. მან ამ ფაქტს არაერთხელ ისევ და ისევ გაუსვა ხაზი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათ სურდათ ღმერთის შეცნობა, მათ არ სწამდათ იესოს. იგივეა ამ ჟამში. მოწაფეებს, რომლებიც ქრისტესთან იყვნენ, სჯეროდათ, რომ ის არის მანანას რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ებრაელს არ სჯეროდა მისი. იესომ ჰკითხა: აპირებთ მიმატოვოთ ისე, როგორც მათ მიმატოვეს? როცა იესომ ეს კითხვა დასვა, პეტრემ უპასუხა: უფალო, ვისთან წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები. განა ჩვენ არ მოგვყვებით, რადგან ვიცით და გვჯერა, რომ შენ ხარ ზედციდან ჩამოსული სიცოცხლის მანანის რეალობა. პეტრემ რწმენის ჩვენება იესოს ამ გზით მისცა. იესომ უპასუხა: ეს არ არის მიზეზი, რის გამოც აგირჩიეთ. ღმერთმა ასეთ ადამიანებს მისცა სიმართლე. ღმერთმა მათ საშუალება მისცა, გაიგოთ, რომ ქრისტე არის მანანას რეალობა ახალი შეთანხმების მეშვეობით, რომელსაც პასექი ეწოდება. როდესაც ჩვენ სრულად გვესმის, რა მოხდა 2000 წლის წინ, ჩვენ ნათლად გვესმის, როგორ წარმოგვიდგება ქრისტე ამ ხანაში. 이해할 수가 있습니다.